შეუპოვარი ბრძოლა თავისუფლებისთვის და მომავალი თაობისთვის, ოლიგარქის რეჟიმის პატიმრის, მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის დედა მიმართვას ავრცელებს. ლიკა გუნცაძე წერს, რომ ხელისუფლება ბოლშევიკური მეთოდით ებრძვის ნიჭიერ და პატრიოტულ თაობას, რადგან რეჟიმს სწორედ ახალგაზრდების ეშინია. პატიმრის დედა სხვა დაკავებულების მშობლებთან ერთად ბრძოლის ახალ ეტაპს აანონსებს. ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში ყოფნის გამო ყველა სპექტაკლს აუქმებს ვაშცო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიც. ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით, აცხადებენ მსახიობები. ნინო ჟიჟიაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, გისმენინა. ქეთი ჩვენზე მეტია გასული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან და უფრო მეტია გასული გამოძიების დაწყებიდან. საგამოძიებო უწყება კი ახლა ამბობს, რომ ეს დრო არ არის საკმარისი, არ იყო საკმარისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ამიტომ მოითხოვს, რომ სასამართლო პროცესი, რომელიც 16 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდოს მარტისთვის. ცხადი ამას მოჰყვა ლოგიკური და საფუძვლიანი აღშფოთება, როგორც მსახიობის ოჯახის წევრების, ისევე მისი კოლეგების, მეგობრების, უფლებადამცველების, ადვოკატები ამბობენ, რომ ახლა განზრახვა არის ის სახელმწიფო უწყებების, საგამოძიებო უწყებების და მათ შორის სასამართლოსიც ის мотиваცია აქვთ მათ, რომ არ ჩატარდეს გახმაურებული პროცესები, ეს არ აწყობს ამჟამად ქართულ ოცნებას და საზოგადოებამ რეალურად უკვე არ გაიგოს, რომ ამ საქმეში არ არის რეალური მტკიცებულებები. როგორც მაყურებელმა იცის, 11 ადამიანის საქმეზეა საუბარი, რომელიც გაერთიანდა და ახლა იურისტები ამბობენ, რომ კონკრეტულად ეს იქნებოდა სწორედ აი ამის мотиваცია, რომ შემდეგ საგამოძიებო უწყებებს ეთქვათ, რომ საქმე არის მოცულობით დიდი და სჭირდებათ მათ დრო, რომ მოიპოვონ კონკრეტული მტკიცებულებები. ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ, რომ არ გავწყდებით, არ გვეშინია. იმიტომ ჩემი შვილი და ყველა ის ბავშვი, ბიჭები, რომლებიც იქ სხედან, იქ უფრო თავისუფლები არიან. მე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნამდვილად რაც არ უნდა ბორკილი დაადონ, რაც არ უნდა ოთხკედელში გამოვკეტონ, ისინი თავისუფლები არიან. აი ამის ეშინიათ მათ. დაეჭირეს საუკეთესო ბიჭები, რომლებიც როგორც 37 წელს იყო. დევნა მიდის ტკუაზე, პატრიოტიზმზე. აი ეს არის მეთოდი, ბოლშევიკური მეთოდია. ეს არის ჩვეულებრივად 37 წლის, ეხლა რო იყოს დახვრეტა, ალბათ მუხლი რო იყოს, ალბათ ყველას წაგვიყვანდნენ და მოგვიშვერდნენ იარაღს. თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ და წავაგებთ ამ ბრძოლას, ჩვენ აღარ ვიარსებებთ, როგორც ერი, ყველას მშობელი, ვიწყებთ შეუპოვარ ბრძოლას. სრულიად აი ძალიან დიდი ძალა მაქვს მაგისი, აუცილებლად ასეც მოვიქცევი. ანდრო ჭიჭინაძის მიმართ საზოგადოება მიხილა მისი კოლეგების და მსახიობების უპრეცედენტო სოლიდარობა. მთელი ამ დროის განმავლობაში მსახიობები დგანან ყველა საპროტესტო აქციაზე და ისინი აყენებენ მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები, მათ შორის მათი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძეც. ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. მათ გააუქმეს ის სპექტაკლები, რომლებიც ყოველთვის მიმდინარეობს ხოლმე ანშლაგით. ანდროს გარეშე სცენას ვერ დავუბრუნდებით, წერია განცხადებაში. მაყურებელი ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება, იმიტომ რომ ადამიანები ყიდულობენ ბილეთებს და ამ ბილეთების გადახდილ თანხასაც კი უკან არიღებენ, ანუ აღარ აბრუნებენ მოხსნილ სპექტაკლებზე ბილეთებს და აბსოლუტურად მოყვებიან ამ გადაწყვეტილებაში. ამ გადაწყვეტილების ერთგული რჩებით დღემდე კიდევ ერთხელ ვამბობ და ანდროს გარეშე სპექტაკლების თამაში არ ვიცი როგორ ვერ წარმოგიდგენია. არც ვიცით როდის შეიძლება გაიმართოს სასამართლოს ხდომა მტკიცებულებების შეგროვება. ჯერ ერთი რა მტკიცებულებებზე არის საუბარი და მეც მეორე როგორ შეიძლება რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს ამბავი არ ყოფილიყო, თუ ეს არის რაღაცა გაწელილი პროცესი. სოლიდარობა არის ღერძი ადამიანის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ ანდრო ჩემი მეგობარია და ჩემი კოლეგა, ერთად მუშაობთ თეატრში, ის რომც არ იყოს ჩემი მეგობარი, რა თქმა უნდა, ზუსტად იგივენერად სოლიდარული ვიქნებოდი მის მიმართ, როგორც დანარჩენი დაკავებულების მიმართ. გულის სიღრმეში ალბათ ადამიანები უნდა დააფიქრდნენ იმაზე, რომ თუ ძალადობის წინააღმდეგი იყავით,
როგორც მე, როგორც ჩვენი მეგობრები, რომლებიც ახლა სხვადასხვა ციხეში სხედან. თუ ძალადობის წინააღმდეგი იყავით 2004, 5, 6, 7, 8 წლებში და ასე შემდეგ, რა შეიცვალა? თავარი არის ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებები, რომელიც აი ამ ქუჩაზე რამოდენიმე კვირის წინ სასტიკად დაირღვა და ჩვენ ამაზე უნდა გქონდეს რეაქცია. თუ ამაზე რეაქცია არ გვექნება, მაშინ ჩვენ ხო ვერ შევდგებით როგორც საზოგადოება, ჩვენ ხო ვერ შევდგებით როგორც ქვეყანა. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება ამ 11 პირის სასამართლო პროცესი, როდის ჩაინიშნება სასამართლო და უკვე ამ ადამიანებს აქვთ არა მხოლოდ ხელოვანების მათ შორის, არამედ სრულიად საზოგადოების მხარდაჭერა, სოლიდარობა და როგორც იცით, მთავარი მოთხოვნა ამ ორიდან არის პირველი ის, რომ დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ყველა პატიმარი, რომელიც ანტირუსული აქციების მიმდინარეობისას დააპატიმრა ქართულმა ოცნებამ.